მეგობრებო, დღეს არის Gentleman's Ride და აქ შეკრებილია ძალიან ბევრი კრუიზერი და ყველა გამოწყობილია ძალიან ისე კლასიკურ სტილში. მოკლედ დაახლოებით ალბათ 200-მდე მოტოციკლის რაიდი იქნება დღეს და თუ ვინმეს თბილისის ლამაზ ქუჩებში დღეს შეგხვდათ კლასიკური მოტოციკლები, იცოდეთ რომ ვართ ჩვენ. ეხლა გაჩვენებთ მოტოციკლებს, რაც ნუჯერ ჰელმეტარიუმშია შეკრებილი და შემდეგ უკვე აქედან შევუერთდებით ბიჭებს, რომლებიც რედისონის პარკინგზე არიან და ერთად უკვე გავაგრძელებთ რაიდს თბილისის ქუჩებში. საიდანაც დაიწყება უშუალოდ Gentleman's Ride. ბიჭები ახლა იქ არიან, მომზადებიან და შეუერთდებით. აქედან გადაადგილებას რაც შეეხება საკმაოდ ბევრი ვარ და მოგვიწევს ნუ ყვირა არის და ის შეღავათია რომ რა დაგიწყდება დაიწყება. ძალიან დიდი თხოვნა მექნება რა, ეხლა ვიცი რომ ბევრი ვარ, ვიცი რომ რაღაცა ყველასე ჩაჭირა და იყვინდა, მაგრამ მაქსიმალურად აი კოლონაში რო ჩავთვებით და იმ ზოლში ერთ ზოლს ავიღებთ მთლიანად და ორ წკრივად რა იმ ზოლიდან არ გამოვიდეთ. რამდენიმე ადამიანი გამოვა უბრალოდ იმიტომ რომ იშვებიან. Scout-ი, კონც ლევანდელიას მოტოციკლი ნიკას ავტობლოგი როა ნიკა აბაშზე იმის ბაიკია. ძალიან ლამაზი მოტოციკლია. ერთადერთი რაც ამ მოტოციკლში დიდად არ მომწონს არის ზომა რა. ცოტა პატარაა ჩემ მოტოციკლთან შედარებით, მაგრამ სამაგეროდ სამართავად იქნება ძალიან კარგი. ქალაქისთვის იდეალურია. Oh. Porra magari,
ყველა ასაკის და ხასიათის და ყველანაირი ადამიანია დღეს აქ შეყარილი და თავმოყარილი. ძირითადად არიან კრუიზერები, მაგრამ რამდენიმე ტრიუმფის ამას სკრამბლერიც დავინახე. ხო. საკმაოდ ბევრი ხალხი ალბათ იქნება სადღაც 150 მოტოციკლი მაინც. ეს ამაზე ტრიუმფი აი ძალიან ფერიც ესეთი აქვს. აქეთ არ ყოფილა მოტოები. ისევ იქით გავალ. ოღონდ ეს მამაკაცური კომპლიმენტია და სწორად გაიგო. მიხარია რომ დღეს აქ მოგზავნით ყველანი და მიხარია რომ მაგარ დღეს შევხვდით დღეს თბილისში. ერთ-ერთ გამორჩეულ დღეს საქველმოქმედო ღონისძიება. ეს არის მოტომსროლობა, რომელიც დაკავშირებული არის მამაკაცების ჯანმრთელობის და ფსიქიკური მენტალის რაღაც გაანალიზებაზე, გაღრმავებაზე, დაფიქრებაზე და ერთმანეთის სოლიდარობაზე. დღეს ჩვენ ვქმნით მამაკაცურ სოლიდარობას. ეს არის ჩვენი სლოგანი. დაახლოებით 2 საათის განმავლობაში თბილისის ლამაზ ქუჩებში კიდე ახალ ქუჩები დაემატა მიმოძრაებთ 30-40 კილომეტრის ჩქარით მაქსიმუმ. ეს მთელი მოტოციკლი არის აეროგრაფით გაკეთებული, მე მგონი და ძალიან საკაიფო. ეს არის ძველი ვალკირი. ძალიან ლამაზი მოტოციკლია. ესეთი იდვას მინდოდა ადრე, მაგრამ რაღაცა საქართველოში დიდად არის შოება, ამიტომ გადავიფიქრე და ისევ ჩემი Honda ვარჩიე. მაგრამ ისიც ძალიან ლამაზია. ეს არის ინდიანის ახალი არ ვიცი ზუსტად. ეს არის მგონი კლასიკი, სტაუტი და ის არის მგონი რაღაც შეცვლილი რა. ძალიან ლამაზი ფერია, აი ძალიან ლამაზი ფერია. მე განსაკუთრებია. ორივე საკმაოდ დიდი მაყუჩები აქვს და ძალიან ლამაზია ორივე რა. ფერი აქ რაღაც სასწაული, აი ძალიან ლამაზია რა. ვაუ! მოდელზე დისკაუნტი თეგებაში. წლის ბოლომდე 20%. მადლობა. ძალიან საყვარელი მაისურია. გარემოც შესანიშნავი. მოაღწიე და ლედა ესეთი მაგარი ამბავია. ეხლა მოვიდით ინდიანის ცენტრში, სადაც ინდიანის მოტოციკლები იყიდება და ვართ ძალიან ბევრი. ეხლა აქ კიდე უფრო კარგად გამოჩნდა რამდენი მოტოციკლია. ზაში ერთი პატარა ინციდენტი გქონდა. ყველა ჯანმრთელად არის, ყველა კარგად არის, მოტოციკლებსაც დიდი არაფერი დამართნია და მოვედით მოკლედ ეხლა ერთ-ერთ დანიშნულების ადგილას. აქედან დიდი ალბათობით წავალთ მე ისევ ჰელმეტარიუმში, იქ რაღაც ჯგუფი იქნება და მოკლედ კარგ საღამოს გავატარებთ და ცხოფერია. ფასით საკმაოდ როგორ ვთქვა? ფასით საკმაოდ ნორმალური აქვს ახლა ახალი მოტოციკლისთვის. 10 ლიტრი მოცულობა, წონა აქვს ძალიან კარგი. ძალიან. ესეც ძალიან ლამაზი. მე ახლა ეს ბევრად უფრო მომწონს რა. ჩიფ. ძალიან ლამაზია. ეს 1900 ყოფილა. ვაუ. ძალიან მაგარია. ერთ-ერთი მოტოციკლი, რომელიც მინდა რომ მყავდეს, ჩემი მოტოსმერი არის Fatboy, რომელიც გამოიყურება სასწაულად. ეს არის
ასე თქო 114 ინჩი წინდა უკან ულამაზესი დისკები. ესენი წესით ცოტა რო გაპოლირდეს სავით, იქნება როგორც ქრომი და ძალიან ლამაზი. უკან განიერი მგონი 240 საბურავი და სუპერ კომფორტული იქნება, დარწმუნებული ვარ. შორგზაზე ქალაქში დიდად ესეთი საბურავით გადაადგილება არც ერთ ვარიანტში არ არის ხოლმე კომფორტული. კიდევ რამდენიმე ძალიან კარგი მოტოციკლი დავინახე ახლა. ერთ-ერთი არის ეს Valkyria, რომელიც ძალიან მომწონს. ეს lowrider-ია თუ სწორად ვიცი. და თან რაღაცა საბურავზეც ეს წარწერები ძალიან უხდება. საყვარელი სათამაშო. მოკლედ ეს უამაზესი მოტოციკლია რა. ფერიც იდეალური აქვს. ცეცხლებით საკმაოდ კარგად აქვს დახატული, გადასვლები არ აქვს გაკეთებული, მაგრამ ეს კონტურები და ფერი იმდენად კარგად ჯდება ერთმანეთში, რომ ძალიან ლამაზია. კარგი ლამაზი მოტოციკლია. და უყენია ეს კომპიუტერებით, რომელიც რაღაც GPS და რაღაც მსგავს მოწყობილობებთან დაკავშირებას გიმარტივებს რა, შეიძლება პირდაპირ ლოკაციაში იყვანოს, სადაც მინიხარ და იქ უკა გაქვს რა, პლუს მაგას ვიდეო რეგისტრატორი გაქვს წინ და უკან. მე მაგას ვაპირებ რა. შენ საით მინიხარ? ამე ვაში ვცხოვრობ. მეც იქით მივიდივარ, თუ გინდა გავიდეთ რა, ვინაუნეო. ცოტა ამას აფუჭდება, ხო? წვიმას აპირებს და მე მგონი რომ ცოტა ნაადრევად წავალთ რა. მე ყოველ შემთხვევაში გავალ. დადია. აქ ხავშებო. კი, აქ არის. აგერ მოვაყენებ და გავიდე. კაი, მეც გამოვარ მაშინ. ნელ-ნელა დავიწრებით მე და ბატონი კახა, იმიტომ რომ ხო, მოკლედ ირევა ამინდი და ცოტა აზრიც აღარ ექნება მე სიარულს წვიმაში რა, თან უსაფრთხოც არ არის, ამიტომ დღევანდელი ჰელმეტარიუმის სტუმრობა გაუქმდა. მაგრამ ძალიან კარგი დღე გამოვიდა. ერთადერთი მინუსი იყო ის, რომ ცოტა ქაოსურად ვიარეთ და აი დამღლელია ძალიან რა. ეხლა უკვე წავედი მოკლედ როგორც გითხარით სახლში. კარგი დღე იყო, ყველას გისურვებთ რომ ყოლოდეთ ის მოტოციკლი რაც გინდათ და ატარეთ ფრთხილად და მშვიდად რაც მთავარია, იმიტომ რომ არ ვიცით საიდან რა გამოგვიხდება და მაქსიმალურად მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ეს რაღაცა მოულოდნელი გაუგებრობა და ცუდი მომენტები ავიცილოთ თავიდან. მოკლედ დღევანდელი ჩვენი რაიდი მეგობრებო ამით დასრულდა, რადგან წვიმას აპირებს და ჰელმეტარიუმში აღარ წავედი. ამიტომ ხო, მოვედი უკვე ხა გარაჟში, მოტოციკლს გავაჩერებ და თქვენ კი გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. კარგად.